დღეს შეიარაღებული ძალების ჩემპიონატი დასრულდა 7 კაცა რაგბში. ეს არის ყველაზე ვაჟკაცური სპორტი. ბიჭებმა მალე ვაჟკაცურად იბრძოლეს. მთავარი არის მონაწილეობა ოლიმპიური პრინციპით. ყველა გამარჯვებულები ვართ დღეს, ვინც აქ მონაწილეობდა, ვინც ესწრებოდა და რა ვიცი, ყველანი გვაყოფილები ვართ, რომ აი ესე მაღალ დონეზე ჩატარდა. რაგბის ფედერაციის პრეზიდენტიც ბრძანდებოდა და თვითონ ხაზი გაუსვა იმ მაღალ სპორტულ მომზადებას, რაც ბიჭებმა გამოავლინეს. ტურნირი იყო ბრწყინვალედ ორგანიზებული. ძალიან კაი ტურნირი გამოვიდა, იმიტომ რომ ჩემ და გასაოცრად საკმაოდ კარგი ხარისხის რაგბი ითამაშეს ბიჭებმა, ესეთ მოკლე დროში დონემ სერიოზულად აიწია. როგორც უკვე აღნიშნე, ეს არის თავდაცვის სამინისტროს და რაგბის კავშირის ერთობლივი პროექტი, მეხუთე წელიწადია უკვე რაც ჩვენ სამხედრო ნაწილებში რაგბი დაინერგა და ბიჭები ამ შესანიშნავ სპორტს ეზიარებიან და მე მგონი ბრწყინვალე დღესასწაული გამოვიდა. ძალიან კმაყოფილი ვართ, მაღალ დონეზე ჩაიარა თვითონ აღნიშნულმა ტურნირმა და ფინალიც დაძაბული იყო, რამაც დიდი ასე ვთქვათ მოწონება გამოიწვია მაყურებლებში და თვითონ მოთამაშეებში. საერთო ჯამში სარაგბო თვითონ ტექნიკური რესურსი საერთოდ ყველას აკლდა, მაგრამ რაც ყველაზე გადაჭარბებული იყო და მეტი იყო, ეს არის შემართება და ის ნამდვილად ვაჟკაცური სული ეს ჩანდა და ეს სამი დღე იყო აი ზუსტად აი ამ სულის ზეიმი. რაც თვითონ რაგბი ეს ყველაფერი რაგბის საშუალებით გამოჩნდა და უცბად მადლობას ვუხდი სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სამომავლოდ მაგრამ ძვირფასი თემაა ეს, რომ ჯარისკაცები თავის ოჯახებთან ერთად, ბავშვებთან ერთად, თვითონ ამ ქალაქში, სარაგბო ტრადიციულ ქალაქში ხდება ამით გალამაზება თვითონ ჩვენ მომავალთაობის და ამ ახალგაზრდების, რომლებიც ჯარში არიან და შეიძლება ითქვას, რომ თავარ საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის რა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორებს და დიდი მადლობა ამ ბიჭებს.